ისევ განათლების საკითხებზე. მოგესალმებით, მეგობრებო, ჟურნალისტი ნინო დათუკიშვილი. Ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა პროფესიული განათლება, თუმცა საკითხი, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, ერთგვარად მტკივნეულიც გახლავთ ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგან ეს ეხება ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრების და განრიდებულების თავისუფლება შეზღუდული, პირობით ვადამდე განთავისუფლებული და პირობით მსჯავრდებულების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების პროფესიული განათლების საკითხებს. სანამ მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი სტუდიის სტუმრებს წარმოგიდგენდეთ და მათთან ერთად ვისაუბრებდეთ ამ საკითხებზე, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 2 სატელეფონო ჩართვა და ახლა ჩვენ როგორც მანიშნებენ ქალბატონი მაკა კურდღელია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გვერდთობა ტელეფონით. მოგესალმებით ქალბატონო მაკა. რა პროგრამა შემუშავდა ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებისთვის პროფესიული განათლების მიღების კუთხით, თუ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ? კი ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ჩვენი ეთერის საშუალებით ვისაუბრო პროფესიული განათლების ხელმისაწვდომ. დიდი მადლობა თქვენ პირიქით. დიახ. უთხით თქვენ ძანეთ რომ ჩამოთვალეთ მსჯავრდებულები პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის, თავისუფლად შეზღუდულებისათვის, პირობით ვადამდე განთავისუფლებული და პირობით მსჯავრდებულებისათვის და ასევე ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრებისათვის ხორციელდება პროგრამა და ქვეპროგრამა. ეს გახლავთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული პროგრამა სასჯელოსნობის დაწესებულებებში განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და ქვეპროგრამა ყოფილ პატიმართა და მათი ოჯახის წევრთა და განრიდებულთა პროფესიული განათლების მიღების ხელმისაწვდომობა. ამ ქვეპროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან როგორც ჩვენი სამინისტრო წარმომადგენლები, ასევე სასჯელოსნებისა და პროფესიის სამინისტროს სოციალური სამსახური, აგრეთვე სასჯელოსნებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა ასრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი. გარდა ამისა, ასევე ჩართული არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯები. ამ პროგრამის მიზანი და დედა აზრი ამ პროგრამის და შინაარსი. ეს პროგრამა ითვალისწინებს ყოფილ პატიმართა, მათი ოჯახის წევრთა განრიდებულთა რესოციალიზაციას და ასევე რეაბილიტაციას. ამ პროგრამის ბენეფიციარებისათვის, რომ პროგრამის მომზადების ხელმისაწვდომობა იყოს უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, რომელიც ეს მათ დაუჩნდეს ამ პროგრამის დაუფლების შემდეგ, უჩნდეთ მათ დასაქმების შანსი. ვინაიდან ეს არის რთული, ძალიან რთული. მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაცია საუკეთესო საშუალებად არის აღიარებული. დიახ. ქალბატონ მაკა, რის საფუძველზე შემუშავდა ეს პროგრამა? ეს პროგრამა შემუშავდა ერთი პროგრამა, რომელიც შემუშავდა სასჯელოსნებისა და პრობაციის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე. ხოლო შემუშავდა იუსტიციის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე. და მინდა აღვნიშნო, რომ ეს მემორანდუმი გახლავთ არა ერთწლიანი, არამედ მრავალწლიანი 2018 წლამდე ეს მემორანდუმი მოქმედებს. ამ მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია ყოველ წელს დავგეგმოთ ერთობრივად რა პროგრამები შევთავაზოთ შემოჩამოთვლილ ბენეფიციარებს და ასე შემდეგ. 2017 წლის მერე უკვე შემდგომი ნაბიჯებია. აი, კოლეჯები, რომელთა წარმომადგენლები დღეს ჩვენი სტუმრები არიან, როგორ მონაწილეობენ ამ პროცესში? კოლეჯები მონაწილეობენ
შემუშავებული შემდგარი არის ჯგუფი, სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართული არიან კოლეჯების წარმომადგენლები, მათი პედაგოგები, იმ კუთხით, რომელი პროგრამაც უნდა განხორციელდეს, მუშავდება პროგრამა ერთობლივად, რომელიც მერე უნდა წარმოადგინონ ჩვენთან და ერთობლივად მუშავდება, რომელიც, მაგრამ არის აქ განსხვავება, ერთი განსხვავება ის არის პირობით ჯარდებულებს, პირობით ბატონზე განთავისუფლებულებს, ყოფილებზე თვითონ პროფესიულ და საზოგადოებრივ კოლეჯებში ხორციელდება ეს პროგრამები. თვითონ იქ მიდიან ყოფილი პატიმრები და პირობითი ჯავდებულის გადამზადება კიდე მიმდინარეობს საზოგადოებრივ პროფესიულ კოლეჯებში. ხოლო რაც შეეხება სხვა კატეგორიებს თავისუფლად შეზღუდული მსჯავრდებულები, ეს ხორციელდება არასაპატიმრო საზეიმო დასრულებისა და პრობაციის ანუ პატიმრები თავისუფლება შეზღუდული. დიახ. ქალბატონ მაკა, აი თქვენ ბრძანეთ რომ ხორციელდება კოლეჯებში, თუმცა საინტერესო რეგიონებს თუ მოიცავს ეს კოლეჯები? რა თქმა უნდა, რეგიონებს მოიცემ და 2014 წელს ჩვენ ქუთაისის საზოგადოებრივ კოლეჯში მოხდა განხორციელება და ასევე აჭარაში ბათუმის პროფესიულ კოლეჯში განხორციელდა. და მინდა აღნიშნო, რომ საერთოდ 2014 წელს 53 თითქმის 60 სპეციალი ამაში შედის როგორც პირობითი მსჯავრდებული, ასევე თავისუფლად შეზღუდული მსჯავრდებული 60-ის გადამზადება განხორციელდა. ხოლო ყოფილი პატიმრები მეტი მომახერხეთ, რადგან მემორანდუმი გაფორმდა ოქტომბრის თვეში. ამიტომ დეკემბრის ბოლომდე ვერ მოვახდინეთ მეტის გადამზადება. დიდი მადლობა ქალბატონო მაკა. მე შევახსენებ რადიო მსმენელებს, რომ ქალბატონი მაკა კურდღელია გვესაუბრებოდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი. ახლა კი, როგორც დაკვირდით, მეორე სატელეფონო ჩართვა ბატონ ჯონი კვინიკაძეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი დანაშაულის პრევენციისა და ცენტრის დირექტორს თხოვეთ გადაცემაში მონაწილეობა. მოგესალმებით ბატონო ჯონი. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ქალბატონმა მაკამ ისაუბრა სამინისტროს მონაწილეობაზე ამ პროცესში და თქვენ მინდა გკითხოთ, აი თქვენი ცენტრის კუთხით და წილი როგორია მთელ ამ პროცესში და რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ პროექტებში, ამ პროგრამებში მონაწილეობა? მოგესალმებით. ეს იუსტიციის დანაშაულის პრევენციის ცენტრი, დანაშაულის პრევენციაზე სხვა მმართველობით მუშაობს და ერთ-ერთი მესამე დონის პრევენცია ეს არის განმეორებით დანაშაულის, ანუ რეციდივის პრევენცია. ამ შემთხვევაში საუბრობთ განადებულ არასოწონებზე და ყოფილ პატიმრებზე. ყოფილ პატიმრებზე კონკრეტულად და მოგახსენებთ, რომ დასრული ყოფილი პატიმარი გამოდის საპატიმრო დაწესებულებიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნება საჭიროებაც მას აქვს, ის არის დასაქმება. ეს მათ საკმაოდ უჭირთ ალბათ ხო ბატონო. რასაკვირველია ხოლმე ხო ზოგადად დასაქმების პრობლემა აქვს ქვეყანაში, ფილოსოფიაში. ყოფილი პატიმრების შემთხვევაში ამას რამდენიმე მიზეზი ამძიმებს. ერთი არის ის, რომ თუ აქ ქონდა რამე კონკრეტული პროფესია, დეკვალიფიკაციას განცდის უნარები უკვე იქნება და ეს პირდაპირ პროპორციულია იმისა, თუ რამდენი წელი გაატარა საპატიმროში. შემდეგ საზოგადოებაში არსებული სტიგმები ყოფილი პატიმრები, შიშები, ფობიები, ეს განწყობილება. გარდა ამისა თვითონ ყოფილი პატიმრების გარდა იმისა, რომ პროფესიული უნარები აქვს დაქვემდებარებული, მისი ფსიქოსოციალური მდგომარეობა ბილად რომ თქვათ, რომ მცირე კორექტირებას ჩარევას აპირებთ. ასე რომ, თქვათ, სოციალური უნარების ამაღლება, ამ კუთხით თუ მას პრობლემები აქვს, დავუმატეთ ამას პროფესიული უნარების დაქვეითება, მას ძალიან მოჭირს სამუშაო ადგილის პოვნა. ამიტომ ჩვენ ზოგადად ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც 2 წელი უკვე არსებობს იუსტიციის მინისტრის დაფუძნებულია, ანუ 3 ეტაპად განვიხილავთ რეაბილიტაციას. პირველი არის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება.
რადგან ამის გარეშე შეუძლებელია დასაქმებაზე ფიქრი და არც პროფესიულ გადამზადების კოლეჯში გაგზავნა იქნება დიდ აზრის მატარებელი, რადგან ამას დიდი პრაქტიკული შედეგი არ მოყვა. მეორე ეტაპი არის სოციალური უნარების ამაღლება, ფსიქოსოციალური სტატუსის, ასე ვთქვათ, გაჯანსაღება და პროფესიული უნარების ან გახსენება, ან ახლის დაუფლება და უკვე მესამე ეტაპი არის რეკომენდაციები დამსაქმებელთან. ჩვენ გვაქვს ბაზა პოტენციური დამსაქმებლების აქტიურად თანამშრომლობთ როგორც კერძო კომპანიებთან, ასევე სამინისტროში არის სოციალური მოსახლეობის სააგენტოში არის დეპარტამენტი დასაქმების დეპარტამენტი ქალდოლია სტურვა. მომენტით ის არის მადლობა გადავხადო. ყოველდღიურად გზავნიან განახლებად მონაცემებს დამსაქმებლების მიერ მოთხოვნის გაგზავნის შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს მეორე ბაზა ჩვენი ბენეფიციარების, სადაც დაახლოებით 860-მდე ადამიანი არის შესული, რომელთა შესახებაც მათი შესაძლებლობების, მათი სურვილების და პოტენციური დასაქმების ადგილების შესახებ გვაქვს ინფორმაცია და როდესაც ეს ორი ერთმანეთს ემთხვევა, ამ შემთხვევაში ხდება დასაქმება. ხო და აი ამ მთელ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ჩვენ გქონდეს რაიმე შესათავაზებელი დამსაქმებლისთვის და მან ბევრი მათგანი იცჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას, სიმართლე უნდა გითხრათ და მიყავს ისეთებიც, რომელსაც სხვა შემთხვევაში არ წაიყვანდა ის ყოფილი პატიმარი არ იყო ყოფილიყო, იმიტომ რომ ისინი არ ეკმაყოფილებენ იმ მოთხოვნას, მაგრამ მიყავს იმის გამო, რომ რაღაც წვლილი შეიტანოს ამ პროგრამაში. ზოგჯერ ჩვენი პირადი მეგობრობით, ზოგჯერ იუსტიციის მინისტრის თხოვნით ან მეგობრული დამოკიდებულებით ზოგჯერ თვითონ იაზრებენ ამას, რომ ეს იგივე ბიზნეს გარემოს აჯანსაღებს, საზოგადოებრივ წესრიგს უწყობს ხელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტურად ადამიანების გადარჩენაზეც არის აქ საუბარი. საკურველია ხო, ანუ ეს ორი მიმართულებაა, ყოფილი პატიმრის რეაბილიტაცია და საბოლოო ეტაპად ამისას განვიხილავთ ჩვენ დასაქმებას. ერთი მხრივ ეს არის ადამიანებზე ზრუნვა, რადგან ესენ ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათ ხელი არ უნდა უკრათ და მეორე ეს არის საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება და ცნობიერების ამაღლება ასევე საზოგადოებრივი. რა თქმა უნდა, ხო, ანუ ამ ორ მიზანს ემსახურება, ხო, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი ინსტრუმენტია ამას. ამ შემთხვევაში ჩვენ ეს ხელს გვიშლის დაბალი დონის საზოგადოებრივი ცნობიერებას. შესაბამისად პროფესიული უნარების ამაღლება ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობთ ფრონტი გვაქვს გახსნილი ყველა მხარე. ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორი განათლების სამინისტრო, რომელიც თავის პროფესიული კოლეჯებით ძალიან გვეხმარება და ოქტომბრის თვეში მოეწერა იუსტიციის და განათლების მინისტრებს შორის ხელი და ამ დროის სიმცირის გამო მხოლოდ თუ არ ვთქვი 13 ყოფილი პატიმარი. ხო, აი ეს უნდა მეკითხა. იცით, ესენი არის უკაცრავად ბატონო თუ გაწყვეტინებ, ყოფილი პატიმრები, მათი ოჯახის წევრები და განრიდებულები, ხო? ასეთი ფორმულირება აქვს ამ ეს არის ურთიერთგაგების ურთიერთთანაშემწე. ხო, აი რაში მდგომარეობს ზუსტად ეს ფორმულირება? ესე იგი მათი ოჯახის წევრები და განრიდებულები ვთქვათ. ანუ ესე იგი ყოფილი პატიმრები და განრიდებულები გასაგებია, ხო? ამათ ჩადენილი დანაშაული ეხმარებით ადაპტაციაში, რესოციალიზაციაში, რომ ვთქვათ დაკავებული იყვნენ საინტერესო ცხოვრებითი ცხოვრება, სრულფასოვან მოქალაქედ. სრულფასოვან მოქალაქედ. რომ განმეორებით დანაშაულის ჩადენას. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ეს ვთქვათ რომ აჩვენა, ჩვენი პროგრამა 2 წელი ფუნქციონებს და იმის გამო რომ განსაკუთრებით 2 წლის წინ საპატიმროებში რა მდგომარეობაც იყო, უამრავი ყოფილი პატიმარია, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად აქვს, ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად აქვს შერყეული, რომ მათი დასაქმებაზე ფიქრი შეიძლება იყოს, ვთქვათ, ხშირ ის კარგვა, ენერგიის და რესურსების ხარჯვა. და ჩვენ ასეთ ადამიანებს ვეხმარებით ჯანმრთელობის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის აღდგენაში და ვეხმარებით ოჯახის წევრის დასაქმებით. რაც ასევე მნიშვნელოვანია ნამდვილად. ფინანსური, რა თქმა უნდა, ხო, ოჯახური მეურნეობაა და
I am ასე ვთქვათ იდეა ის რომ თვითონ ყოფილი პატიმრები ძალიან ბედნიერები არიან ჩვენ ბევრად უფრო გვიადვილდება დამსაქმებელთა რეკომენდაციის გაცემა დიახ რა თქმა უნდა იგივე პროფესიულ გადამზადების სკოლებში ეხა ეს 13 რა ჩვენ ეხა ვთქვით ეს 13 იყო ყოფილი პატიმარი ну თავარია ხარისხი მე მგონი რაოდენობას არც აქვს ეს მნიშვნელობა დიახ ჩვენ ეს პროფესიული გადამზადება ისქემა განათლების სამსოს კოლეჯები, კერძო კოლეჯები თუ მაგალითად ჩვენ შიდა იუსტიციის სამსოს რესურსებით 10 ადამიანს მართვის მოწმობის კურსი გავატარეთ, სრული კურსი და მართვის მოწმობის გამოცდაზე გავლენ და აიღებენ და ნუ ტაქსის დოლად ან რაიმე შესაძლოა მართვის მოწმობა ექნება და ეხლა ესეც შეიძლება განვიხილოთ როგორც პროფესიული გადამზადება, ხო? ანუ რაული მართლებით ვიშოთ, მაგრამ პროფესიული გადამზადება და დასაქმება არის ჩვენი პროგრამის ან რეაბილიტაციის სოციალიზაციის ეტაპების, ასე ვთქვათ, ბოლო კიბე, ბოლო საფეხური. იქამდე უნდა მივიდეს ყოფილი პატიმარი. აი, ასე განვიხილავთ და ვცდილობთ მაქსიმალურად რომ პროფესიულ გადამზადებაზე ჩვენი დახარჯული რესურსი არ იყოს სალში გადაყრილი და ისეთი ადამიანები გაუშვათ რომელსაც მე დიდი აი შეიძლება რომ გკითხოთ თქვენ კი ნაწილობრივ ჯობია რომ ნათესავი ოჯახის უახლოესი წევრი იყოს უკაცრავად არანაცა ოჯახის უახლოესი ჩვენ გასაზრული გვაქვს მემორანდუმში ვინ შეიძლება იყოს ეს ოჯახის წევრი ზოგში შემთხვევაში ჯობია დიახ უკაცრავად თქვენ ძალიან რომ 13 პატიმარია ამ ეტაპზე ვინც არა მე გითხარით ამ მემორანდუმის ფარგლებში ეს არის ოქტომბრიდან განათლები დიახ მემორანდუმის ფარგლებში თორე იგივე განათლების სამინისტროს კოლეჯებში ჩვენ დაახლოებით 70-მდე ყოფილი აი კარგია რომ ეს აღნიშნეთ დიახ საერთო ჯამში პროფესიული გადამზადების სხვადასხვა კურსი ეს იქნება კომპიუტერული ქსელების სპეციალისტი თუ მეფილე მომპირკეთებელი თუ მღებავი თუ საბუღალტრო კურსები თუ მზარეული თუ ბარმენი 125 ყოფილი პატიმარი ყავს აქამდე გადამზადებული და ამ კურსებსაც ვარჩევთ იმის მიხედვით რაზე არის მე მოთხოვნა და რაზე აქვს სხვადასხვა მაგ გვაქვს ხოლმე ასე ვთქვათ წინააღმდეგობები ძალიან ბევრ ყოფილ პატიმარს აქვს სრული საბუღალტრო კურსის გავლის და ჩვენ კი ძალიან გვიჭირს მე ამ მმართველობით მათი დასაქმება ნუ გასაგები მიზეზების გამო და ჩვენ მოთხოვნა გვაქვს დამსაქმებლებისგან სამშენებლო პროფესიებზე მან სამშენებლო კომპანიებზე როგორც არის მღებავი მეფილე მომპირკეთებელი დაკიდული ჭერები თუ ავიცე სხვა დეტალებში რაღაც წავიდე შესაძლოა ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ პროფესიული გადამზადების ამ მიმართულებით გავუშვათ რადგან მე გვაქვს უკვე ზოგჯერ მზა ადგილი ასე ვთქვათ ველოდებით კურსის დაამთავრებს რომ გავუშვათ ან ნუ არ არის მზა ადგილი მაგრამ დიდი ალბათობით გამოჩნდება თუმცა შესაძლებელია მომავალში რაღაც გაიზარდოს ვთქვათ იგივე არეალი და დაგჭირდეს შევძლოთ ბუღალტრების აი ამ კუთხით ალბათ გადამზადებას ცნობიერებას და სტერეოტიპებთან მე მაგალითად რამოდენიმე ორგანიზაციაში ჩემ მეგობრებსაც კი რა ვთხარი რომ ძალიან კარგი ადამიანია პროფესიულ გადამზადების კოლეჯში საუკეთესო ნიშნები მიიღო და კარგ ბუღალტერად შეიძლება აიმუშაოს მაინც მათგან წინააღმდეგობა და მისო ყველაფერზე წავიყვან გარდა ბუღალტრისა ესეთი გასაგებია სამწუხაროდ ხო არის ჯერ კიდევ დიახ ბატონო ჯონი ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მონაწილეობისთვის გადაცემაში და ასევე მინდა გთხოვოთ რომ სამომავლოდ იქნება აი თუ არის საშუალება ვთქვათ იგივე ეს ყოფილი პატიმრები თუ კი მოისურვებენ განათლების კუთხით თქვენი ცენტრი კიდევ რა პროგრამებს 125 ახსენეთ თუ არ ვცდები რა პროგრამებს ახორციელებს და მინდა ასე ვთქვათ დავპირდეთ ჩვენს რადიოსმენელებს რომ სამომავლოდ მობრძანდებით გადაცემაში და უფრო ვრცლად ვისაუბრებთ სწორედ აი ამ კუთხით საგანმანათლებლო კუთხით გახორციელებული პროგრამების შესახებ და ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იგივე საზოგადოების ჩვენი ცნობიერების ამაღლების კუთხით. დიახ. მე შემიძლია მოვიდე ჩვენ შეგვიძლია რამოდენიმე ჩვენს ბენეფიციართან ერთად დამსაქმებელიც მოვიყვანოთ. დიახ, საკუთარ გამოცდილებაზე ბევრი მათგანი ვარს ამბობს ახლა მასმედიაში ესეგახიათ განაცხადებს, მაგრამ არის ბევრი რომელიც თანახმადა. ისინი საკუთარ გამოცდილებაზე რომელიც ძალიან საინტერესო იქნება, აი რა ბარიერების გადალახვა ხდება, როდესაც ამბობენ რომ მე ვარ ყოფილი პატიმარი, მაგრამ ამის არცხვენია და მინდა ჩვეულებრივი რა ვთქვათ კადრი მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ფაქიზად მოვეკიდებით მაგ საკითხს, გპირდებით. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა ბატონო ჯონი, ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ და გისურვებთ წარმატებებს. მე შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ბატონი ჯონი კვინიკაძე გვერდთობოდა ტელეფონით. რამდენიმე წამში კი უკვე ჩვენ სტუმრებს წარმოგიდგენთ, მანამდე შეგახსენებთ ჩვენი პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრებს 240 91 92 ან 240 92 92. ჩვენ და სამწუხაროდ მეტად ფეხმოკლედ გვესმის სიკარგე ცოდნისა და სწავლა-განათლებისა. ჩვენ იგი მოგწონს, როგორც იმის თანამორთულობა, იმის თანასამკაული, რომლისოდაც ადამიანს შეუძლიან ასე თუ ისე ცხოვრების გზა დალიოს. იოლად გამოვიდეს ხალხსა და ქვეყანაში. ილია ჭავჭავაძე. მეგობრებო, როგორც მოგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე გვესაუბრებოდა, მანამდე გვესაუბრა ქალბატონი მაკა კურდღელია, რომელიც გახლავთ განათლების სამინისტროს წარმომადგენელი. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის სტუმრები. დღეს სტუდიაში მობრძანება ვთხოვეთ პრობაციის ბატონ თეიმურაზ მაღრაძეს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს და მასთან ერთად მოვიწვიეთ საზოგადოებრივი კოლეჯების მერმისის დირექტორი ნონა ღუდუშაური, ბატონი ნოდარ ხარაზიშვილი უკაცრავად, რომელიც გახლავთ საზოგადოებრივი კოლეჯის გზანის პროფესიული მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი და ბატონი მათე ტაკიძე, რომელიც გახლავთ საზოგადოებრივი კოლეჯის სპექტრის დირექტორი. წარმოდგენილი კოლეჯები ახორციელებენ პროგრამებს სხვადასხვა ტიპის ბენეფიციარებისთვის, თუმცა ბატონ თეიმურაზ, მანამდე მე მინდა თქვენ გთხოვოთ იქნებ ისაუბროთ აი თქვენს მონაწილეობაზე, რომელ ორგანიზაციასაც თქვენ წარმოადგენთ აი ამ პროცესში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის გადაცემაში. მადლობა თქვენ რომ მობრძანდით. ასევე მინდა მივესალმო რადიო მსმენელს და შევეცადო ძალიან მოკლედ მოგცეთ ინფორმაცია მასთან დაკავშირებით თუ რას აკეთებს პრობაციის ეროვნული სააგენტო იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან პირობით ჯავრდებულები. ხო, და კატეგორიად შევახსენოთ, თუ შეიძლება, ცოტა რთულია, ხო თქვათ ორიენტაცია, აი ზუსტად რა კატეგორიის ექვემდებარება თუ როგორ თქვა, ვიცით. დიახ, ანუ ბენეფიციარები, რომლებიც არიან ჩვენ მმართველობის სფეროში, ანუ პირობით ჯავრდებულები არიან ყოფილი პატიმრები ან ის ადამიანები, ვისაც სასამართლომ მხოლოდ და მხოლოდ პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. ეს არის სასჯელის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს. რას ნიშნავს აღასრულებს და რა არის ჩვენი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი? პრობაციის ეროვნული სააგენტოს მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ ადამიანების, რომლებიც არიან პირობით ჯავრზე, მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და მათი სწორ გზაზე დაყენება. და რა თქმა უნდა, განმეორებით დანაშაულის პრევენცია. ამისთვის ჩვენი სააგენტო აბსოლუტურად ყველა მიმართულებით მუშაობს და მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ იმ ადამიანებმა, ვინც თავის ცხოვრების რაღაც ეტაპზე დაუშვეს შეცდომა, ჩაიდინეს დანაშაული, ეს არის გამოწვეული სხვადასხვა მიზეზებით და თავისთავად ჩვენი მთავარი ამოცანაა შევისწავლოთ ეს მიზეზები და იმ ადამიანებს ინდივიდუალურად მივცეთ საშუალება, რომ მათ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება უკეთესობისკენ. ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც პრობაციის ეროვნული სააგენტო არ ვართ მარტო, არამედ ძალიან ბევრი სახელმწიფო სტრუქტურა გვიდგას გვერდში, გვეხმარება, რადგან ეს არის საერთო ქვეყნის საქმე. მათ შორის პროფესიული გადამზადების ცენტრები და განათლების სამინისტრო მთლიანად, რომლებიც ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ, მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი სპექტრის წარმომადგენელი ჩვენ დღეს გადაცემაში გვესწრება და მხოლოდ წელს 2015 წელს უკვე დაახლოებით 22 ადამიანმა მიიღო სერტიფიკატი, მათ შორის 5 ადამიანმა თბილისში სპეციალობა შეისწავლა სპექტრში. გარდა მაგისა, საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაცია გვიწევს დახმარებას, რომ ამ ადამიანებს, ჩვენ ბენეფიციარებს, პირობით ჯავრდებულებს, ჰქონდეთ საშუალება მიიღონ არა მხოლოდ პროფესიული გადამზადება, არამედ ძალიან ბევრი სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამები გაიარონ
რომელიც მათ ჭირდებათ. და ასევე მინდა გამმარტო რას ნიშნავს მათ ჭირდებათ ეს პროგრამები და საიდან ვიცით ჩვენ რო ჭირდებათ და კონკრეტულად რა მიმართულებით ჭირდებათ. ამას კვლევებით ჩატარდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ისიც მინდა აღვნიშნო, რომ 2014 წელს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელი ამ მიმართულებით, რადგან ჩვენ თვითონ შევქმნით უკვე სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო სააგენტოში, რომლებიც უფრო სრულფასოვნად მუშაობენ სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვაზე თითოეულ ბენეფიციართან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ოფიცრები, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები მუშაობენ ინდივიდუალურად თითოეულ პირობით ჯავრდებულთან, სწავლობენ მათ გარემოს, სწავლობენ მათ მოთხოვნებს, პრობლემებს, ოჯახურ გარემოს, იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მათ ეს ჭირდებათ და ამისთვის სპეციალურად გადამზადებული სოციმუშაკები, ფსიქოლოგები და ოფიცრები გამოავლენენ იმ საჭიროებებს, რომლებიც აქვს კონკრეტულად ამ პირობით ჯავრდებულს. თავისთავად ეს საჭიროები ძალიან უსაზღრო და მრავალფეროვანია, რადგან ყველა ადამიანს სხვადასხვა პრობლემები აქვს, ყველა ადამიანისთვის გამომწვევი იმ დანაშაულის ჩადენაში ან მიზეზი არის სხვადასხვა და თავისთავად უკვე ეს ჩვენი სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და ოფიცრები მას შემდეგ რაც უკვე მათ აქვს დაასკვნა თუ ამ ადამიანს რა კონკრეტული საჭიროება აქვს, მერე უკვე ვეძებთ იმას თუ როგორ ჩავრთოთ ეს ადამიანი იმ კონკრეტულ პროგრამაში, რაც მას ჭირდება. პირველ რიგში ჩვენივე სამმართველო უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო პროგრამების ძალიან ფართო არეალს, პირობით ჯავრდებულებისთვის იქნება ეს ჯგუფური თერაპია, აგრესიის მართვის ტრეინინგი თუ სხვადასხვა დამოკიდებულებებზე მუშაობა, თვითონ ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფენ, თავისთავად ეს არ არის საკმარისი და ამიტომ ჩვენ სხვადასხვა არასამთავრობო თუ სახელმწიფო ორგანიზაციები გვეხმარებიან ამაში და თუნდაც პროფესიული გადამზადების ცენტრები. თუ ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ ადამიანს ან ქონდა პროფესია ადრე, ან არა აქვს პროფესია, მაგრამ მიდრეკილება აქვს ამ გარკვეული კარგი პროფესიის კეთებაში, ანუ დახელოვნება მისი ძალიან მარტივი და კარგია, ჩვენ უკვე განათლების სამინისტრო გვეხმარება, რომ ეს ადამიანები ჩავრთოთ სხვადასხვა პროექტებში. სხვადასხვა მინდა აღვნიშნო, რომ ის 5 ადამიანი, ვინც თბილისში დაამთავრა და ელექტრიკოსების კურსები გაიარეს, მათ მიიღეს სერტიფიკატი, თვითონვე გამოთქვეს მათ სურვილი, რომ ჩარიცხულიყვნენ უკვე 6 თვიან კურსებზე, 8 თვიან კურსებზე თუ არ ვცდები, რომ უკვე ბევრად მაღალ სტანდარტს დააკმაყოფილებენ ის ადამიანები და თავისთავად ბაზარზე, რომელიც ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად გვაქვს შესწავლილი, ზუსტად ვიცით თუ რა პროფესიებია მოთხოვნად. და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ პირობით ჯავრდებულებს შევთავაზოს ის პროფესიები, რომლებიც მათ მერე გამოადგებათ იმისთვის, რომ მათი მზაობა როგორია, არის თქვათ განწყობილება. მე ვერ ვიტყვი, რომ პირობით ჯავრდებულთა ძალიან დიდი რაოდენობა არის ისეთი, რომელსაც უნდათ, რომ ჩაერთონ სხვა პროგრამებში. და ზუსტად მაგისთვის არის ჩვენი ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, რომ ისინი მაქსიმუმს ვცდილობენ, რომ იმ ადამიანს მოანდომონ და დაარწმუნონ იმაში, რომ ეს ნამდვილად საჭიროა მათთვის და მათი ოჯახისთვის. რასაკვირველი არ არის სავალდებულო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სამართლებრივ ჩარჩოებში თავისთავად არის რაღაც პროგრამები, რომლებიც არის სავალდებულო და ჩვენ შეგვიძლია ეს პროგრამებში დავავალდებულოთ ადამიანები პირობით ჯავრდებული, რომ ჩაერთოს. შეიძლება მოიცავდეს ალკოჰოლური გასაგები, მაგრამ ეს არ არის განათლების კუთხით. რასაკვირველი, განათლების კუთხით ეს არ არის სავალდებულო და სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, აი ბატონ ჯონის დავეთანხმები საზოგადოებრივ ცნობიერებასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ეს ავამაღლოთ და რატომ? ჩვენ სამწუხაროდ უფრო მეტ სამუშაო და პროფესიული გადამზადებისთვის ადგილები გვაქვს, ვიდრე ის ბენეფიციარები, რომლებსაც უნდათ იქ ჩართვა. რა თქმა უნდა, წინა წლებთან შედარებით ყოველწლიურად ეს რაოდენობა მატულობს ის რაოდენობა, ვისაც უნდა ჩართვა. მაგალითად, მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული გადამზადება და საგანმანათლებლო პროგრამა შარშან 2014 წელს დაახლოებით 900-მდე ბენეფიციარმა გაიარა ჩვენი დახმარებით. აქედან დაახლოებით 150-160 ადამიანი იქნა ჩვენი რეკომენდაციით დასაქმებული სხვადასხვა სამსახურში. და დაახლოებით 2000-ზე მეტი ბენეფიციარი საზოგადოებრივ კულტურულ საქმიანობაში და ფსიქოსარეაბილიტაციო პროგრამებში დაახლოებით 2000-მდე ბენეფიციარი იქნა ჩართული. ჩვენი რესურსით, რასაც ქვია ჩვენი სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო თავისთავად დახმარებით ჩვენი ძალიან მრავალი პარტნიორის. ასე რომ ის ბენეფიციარები, რომლებიც ცდილობენ, რომ მათ თვითონვე გამოისწორონ თავიანთი ცხოვრება და დადგნენ უკეთეს გზაზე,
მაქსიმალურად ვეხმარებით და ხელს უწყობთ ჩვენი რესურსით. ეს არ ხდება მხოლოდ და მხოლოდ თბილისში, ესეც მინდა აღვნიშნო, ეს ჩვენ რეგიონებში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა რეგიონში გვაქვს საშუალება რომ შევთავაზოთ ბენეფიციარს ფსიქოლოგი, იმ ბენეფიციარს, ვისთვისაც კონკრეტულად აი საჯელის ინდივიდუალური გეგმით გამოვლინდება, რომ მას ეს დახმარება ესაჭიროება და სოციალური მომსახურება, სოციალური მუშაკების მეშვეობით იქნება ეს ჯგუფური თერაპია, იქნება ეს არასრულწლოვანთა ოჯახის წევრებთან შეხვედრა. სამუშაო ტარდება, სანამ გასაგებია. რასაკვირველია. მოსამზადებელი სამუშაოები ბატონ თეიმურას მაღრაძე გვესაუბრებოდა და მის შემდეგ მინდა ვთხოვო ჩვენი კოლეჯების წარმომადგენლებს, ვინაიდან დრო არც თუ ისე ბევრი გვაქვს, მაინც ისაუბრონ აი უკვე ადგილზე როგორ ხდება მათთან და რა მონაწილეობას იღებენ. მე მინდა ქალბატონს ვთხოვო ჯერ, ქალბატონ ნონა ღუდუშაუს, მერმისის დირექტორს მოგვახსენოს თუ შეიძლება როგორ მონაწილეობენ ამ პროცესში და როგორ მიდის ეს გადამზადების საკითხები. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მინდა მოგიხადოთ სტუდიაში მოწვევისთვის. და რამდენიმე სიტყვას ვიტყვი, ზოგადად, რამდენიმე წინადადებით შემოვიფარგლები, ზოგადად როგორ მიმდინარეობს ჩვენთან ასეთი ტიპის ბენეფიციარების გადამზადება. ძირითადად სამ კატეგორიასთან მქონდა ჩვენ ურთიერთობა. ეს არის თვითონ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში ვანხორციელებდით ჩვენ პროგრამებს. მეორე ეს არის ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებები, სადაც პირობით მსჯავრდებულები არიან და მესამე უკვე ყოფილი პატიმრები, რომლებიც ჩვენთან იყვნენ აი ახლა დეკემბრის თვეში და ერთიანი პროგრამით იყვნენ გადამზადებულები. და მინდა განსაკუთრებულად გამოვყო ეს, რომ 4 ბენეფიციარი გადამზადდა ამ ერთიანი პროგრამის ფარგლებში მზარეული სპეციალობაზე. კონკრეტულად ჩვენთან უკვე კოლეჯში პროგრამა, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელობასთან. იყო მოქნილი, იყო გრაფიკი შეთანხმებული ასევე ბენეფიციარებთან, რომ მათ შეძლებოდათ ჩვენთან ყოველდღიურად მოსვლა და დასწრება ლექციებზე. ფაქტიურად იყო სულ პრაქტიკული სამუშაოები. მე მინდა სიამაყედ თქვა, რომ 5 წუთი გაცდენ დაგვიანება არ ქონია და არც ერთი დღე არ გაუცდენიათ მათ. იყვნენ ჩართულები მთლიანად ამ პროცესში, ძალიან კმაყოფილები, ძალიან კარგად სწავლობდნენ. დიდი ხელშეწყობა იყო თვითონ კოლეჯის მხრიდან. თქვენ წარმოიდგინეთ 30 წლამდე იყო 4 ბენეფიციარი და სხვათა შორის ქალბატონები იყვნენ. და ეს ამ ადამიანებმა როცა დაამთავრეს, მიიღეს სერტიფიკატი, ყველამ გამოთქვა სურვილი, რომ ახლა გაზაფხულზე ისე მზარეული სპეციალობაზე მათ მიიღონ უკვე ტესტირებაში მონაწილეობა და ჩაირიცხონ იმ პროფესიულ პროგრამებზე, რომლის დამთავრების შემდეგაც მათ მიენიჭებათ კვალიფიკაცია. დიახ. დამსაქმებლები ვინც ისმის ქალბატონონას უნდა მიმართონ, იმიტომ რომ ისინი მოტივირებულები არიან, ხო? რა თქმა უნდა, შეიძლება ახლა ძანეთ რა ხდება თქვენთან ამ ხზე. ანალოგიურად მე უბრალოდ მინდა თქვა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რაც დაიწყო სახელმწიფომ. ამას ჩართული არის გარდაზემოხსენებული სამინისტროების, ბუნებრივია, უამრავი სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ბუნებრივია, კოლეჯებს აქ ძალიან დიდი როლი და გამოკვეთილი როლი გააჩნიათ გამომდინარე იქიდან, რომ არჩევანის შემთხვევაში კოლეჯები უზრუნველყოფენ თითოეული მათგანის იმ უნარებში გადამზადებას, რომელი უნარებით შესაბამისად ამათ თუ იმ პიროვნებას სურს. ქალბატონმა ნონამ ისაუბრა, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო ჩართულობა, იმიტომ რომ ეს არის ელასტიური, ძალიან მოქნილი პროგრამები, რომელიც თანხდება, გადის. თქვენ რა პროფესიებს ეუფლებიან და რა კატეგორიებია? ამ ეტაპისთვის გაიარა ელექტროსისტემების სპეციალობის უნარები და მინდა ვთქვა, რომ ძალიან წარმატებით. ბატონმა თეიმურმა აღნიშნა, რომ 5 მათგანმა გამოთქვა სურვილი, რომ ისინი კვალიფიციურ სპეციალისტებად მაკვალიფიცირებელ სპეციალობაზე ჩააბარონ უკვე წელს მარტის მიღებას და შესაბამისად მათ ექნებათ საშუალება უკვე აიმაღლონ თავის სპეციალობა. მინდა ვთქვა, რომ мотиваცია საკმაოდ მაღალია მათი, ვინც უკვე გამოთქვა სურვილს უნარების დასაუბრებლად და მე მინდა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მადლობა უთხრა, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული მიდგომები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგად თანამშრომლობთ, ძალიან კარგად თანამშრომლობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და მინდა ვთქვა, რომ ბოდიში ჩავსვათ, რომ მოვასწროთ პასუხი, მოგესალმებით. გამარჯობა.
რამდენიმე ხნის წინ მქონდა მე მაგ სამსახურთან შეხება და აი ახლა ვისმენ. რომელ სამსახურთან გავაკეთე? პრობაციის სამმართველოსთან. დიახ, გავაკეთე. ხო და აი იმდენად სასაცილო პრობაციის სამმართველოს წარმომადგენელი საუბრობს აი კონკრეტულად იმ პროგრამის თქვენ განათლების საკითხებთან დაკავშირებით ხონდა? განათლების საკითხთან. დიახ. რანაირად შეიძლება ქვეყანაში, სადაც ამისთანა უმუშევრობა, ყოფილი ქურდი, ყოფილი ნარკომანი, ყოფილი დამნაშავე, ნორმალურ ადამიანებს, ნორმალური წარსულის ხალხს არავინ ღებულობს სამსახურში და ვინ დაასაქმეს მაგათ, საინტერესოა ეს. მე იქ არავინ მინახია, არც ფსიქოლოგი, არც ოფიცერი, რომელიც დაინტერესებულა ამ საწყალი და უბედური ხალხის მდგომარეობით. მივლენ, მოაწერებენ ხელს იქ სადღაც, დაადებენ თითს და გამობრუნდებიან და მოდიან. კაცი არ ინტერესდება იქ არაფრით აბსოლუტურად. ეს ზღაპრები, არ ვიცი, ახლა ჩემნაირი არ დაიჯერებს მაგას. და თუ ვიღაცა არის იმისთანა რომ ეს ბაიუშკი რაღაცები რომ მოისმინოს, კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გვეხმიანებით, მაგრამ ჩვენ ფაქტები აღვნიშნეთ და მე კიდევაც დავიპირე ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ადრე ჩაგვერთო, ასევე თქვენც მინდა გთხოვოთ, მოდით, იქნება ეს საჩვენებელი, მოვიყვანოთ უბრალოდ ეს ადამიანები და თვითონ ისაუბრონ, თუნდაც დაასახელებენ. ბატონინო, მეგობრებო, ამ შემთხვევაში მინდა რომ ბატონი თემურიზյան ახლა მართლა ისეთი თემა იყო ჩართობა. საერთოდ ეს არის საკმაოდ მე მესმის ჩვენი მსმენელის განწყობილებას, იმიტომ რომ და გარედან უყურებთ ამ თემას, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი. საოცარი მიდროულია და ეს კივილის მე ძალიან კარგად მესმის. შეიძლება უფრო მეწი ყურადღებაც უნდა მივაქციოთ, იცით მესმის. ქალბატონია და შემდეგ ორივეს ერთად უპასუხოთ. მოგესალმებით, გისმენთ. ნაპატიეთ შეიძლება თქვენ ამ გეხებათ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, როცა საპატიმროდან უშვებენ პატიმარს ქურდია თუ კრიმინალი აწერინებენ, აფრთხილებენ რომ მსგავსი არ ჩაიდინონ, აი ამაზე თუ აფრთხილებენ განთავისუფლების დროს. ერთი ეს და მეორე რომ გარეთ გამოდის და ესმის რომ აი ტყუილად იჯდა ვიღაც ციხეში 12 წელიწადი ქონდა მიშილი და დღეს მართალი არის და თავისთავი ასეთ განთავისუფლებულ ადამიანსაც მართალი გონია. მე ვიცი მეზობლის ბიჭი, რომელიც ქურდობისთვის დაიჭირეს, ძალიან გვიყვარდა, ძალიან საყვარელი ბიჭი ყველანაირად, მაგრამ მქონდა ეს იჯდა ციხეში, შეეხო ამნისტია, გამოვიდა და ისევ მოხვდა მეორედ. ახლა მეორედ გამოსულია უკვე. ახლა როგორ მოვიქცეთ იმ ბავშვთან დაკავშირებით, ყველაფერი იყო აი ესე ასწავლეს კიდეც, მაგრამ მაინც იმის გამოსწორება არ არსებობს. სამწუხაროა. ალბათ, თუმცა ეს ჩვენი საუბრის თემა დღეს რა თქმა უნდა არ არის. ჩვენ საუბრობთ პროფესიული განათლების კუთხით, აი ბოლო პერიოდში რა პროგრამები განხორციელდა და თქვენ ითხოვეთ სიტყვა ბატონ თემურ ხო და მე მინდა რომ ბატონ ნოდარსაც გავცეთ სიტყვა. დიახ, ძალიან მოკლედ ვიტყვი, გავცემ პასუხს ქალბატონებს, რომლებმაც დარეკეს და რომელსაც თავის გულის ტკივილი გამოხატეს, თავისთავად მე მესმის იმ ადამიანების განწყობა, რომლებიც მართლაც რომ უყურებენ იმას, რომ ქვეყანაში მართლაც რომ სამწუხაროდ არის უმუშევრობის პრობლემა და ადამიანი, რომელსაც ჰქონდა დანაშაული ჩადენილი, იმას ვეხმარებით ჩვენ დასაქმებაში და ეს შეიძლება ზოგს მოსწონდეს, შენს არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არის პირდაპირ პროპორციული იმის, რომ ადამიანს, ვისაც აქვს მსგავსი პრობლემა, ვისაც ჰქონდა ჩადენილი დანაშაული, რომ მან მეორედ არ ჩაიდინოს დანაშაული. რომ მან იგივე შეცდომა კიდევ ერთხელ არ დაუშვას და ამისთვის ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით რესოციალიზაციაში, რეაბილიტაციაში და დასაქმებაში ხელშეწყობაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დასაქმება ჩვენი სააგენტოს ვალდებულება სამართლებრივი რა თქმა უნდა არ არის. მაგრამ დასაქმებული ადამიანი, რომელსაც აქვს თავის შემოსავალი, რომელიც შეძლებს არჩინოს თავისი ოჯახი, რის გამოც თუნდაც მან ადრე დანაშაული ჩაიდინა, რომ არ ქონდა იმის საშუალება, რომ მისი შვილებისთვის, მისი მეუღლისთვის მიეტანა ის, რაც მას ოჯახში ჭირდებოდა და ამიტომ ჩაიდინა დანაშაული. მას რომ შემოსავალი გაუჩნდება, საზოგადოება უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იზნობს თავს, რომ ის ადამიანი ბევრად უკეთ დგას თავის გზაზე. და იგი აღარ ფიქრობს imაზე, რომ დანაშაული ჩაიდინოს და ასევე პირველ ქალბატონს, ვინც გარეკა ჩვენთან მინდა უთხრა, რომ მინდა უბრალოდ მართლაც გაამახვილა ქალბატონმა ყურადღება და ალბათ უთნავ მაინც უნდა
დარეგულირდეს ეს ყველაფერი. რასაკვირველია, რასთან დაკავშირებითაც მე ვისაუბრე, ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი სიტყვები და ეს არ არის ჩვენი მოგონილი, იმიტომ რომ ჩვენ ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ, ჩვენი სოციმუშაკები და ფსიქოლოგები და ოფიცრები ყოველდღიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. და საკმაოდ თულიც არის და ყველა რეგიონში 66-ვე ოფისში, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს და 11-ვე ბიუროში, ეს ყველაფერი კეთება და ამ ქალბატონს მინდა უთხრა, რომ მოვიდეს ჩვენთან სამინისტროში, სააგენტოში, ჩემთან მოვიდეს და წავიყვან ამ ქალბატონს და ვანახებ ადგილზე თუ როგორ მუშაობენ ჩვენი ოფიცრები და ჩვენი ფსიქოლოგები და სოციმუშაკები. ასევე პროფესიულ გადამზადების ცენტრში მივიდნენ და ადგილზე ნახონ თუ რა ხდება იქ. კი ბატონო, აი დავუთმოთ რა თუ შეიძლება ბატონო. მადლობა მოწვევისთვის უპირველესად მე მინდა მივესალმო ჩვენს მენელს, კოლეგებს, ასევე ბატონ ჩვენის ბატონ თეონას, ბატონ მაგა კურდღელეს, რომელიც ჩაგვერთვენ სატელეფონო საუბრს. ჩვენ საუბრობთ ორი მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებულ პროგრამებზე რეალურად 2014 და 2015 წელს ორივე წელს გდანის პროფესიული მომზადების ცენტრი ამ პროექტებში მონაწილეობდა. შარშან ჩვენ ვახორციელებთ გდანის აღჯერასრულების დაწესებულებას ამ პროგრამას, ინფორმაციული ტექნოლოგია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საკმაოდ დიდმა რაოდენობის მსმენელებმა. ეს პროგრამა მე მინდა ვისაუბროთ თვითონ პროგრამის თავაზე, ჩვენი პედაგოგი იქ დადიოდა აღჯერასრულების დაწესებულებაში, მთლიანად აუდიტორიას, ტექნიკას, მასალებს ასე შემდეგ უზრუნველყოფდა ეს დაწესებულება და ამით განსხვავდებოდა სწორედ წელს განხორციელებული პროგრამებისაგან. პროგრამა სამთვიანი იყო, სამნაწილად დაყოფილი, რეალურად ამის გამოძახილი იყო ალბათ ის, რომ დაახლოებით 6-მა მსმენელმა დაასრულა მთლიანად გაიარა პროგრამა, რაც შეეხება 4-მა ასე ვთქვათ მოსმენის სერტიფიკატები იყო, იმიტომ რომ გარკვეული პროგრამა თავისთავად იყო სამეტაპიანი და ასე ვთქვათ გარკვეული ნაწილი მსმენელების ტოვებდა საჯელოსნების დაწესებულებას და ასე შემდეგ. დიახ, პადაზიადრე თავისუფლება და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, საკმაოდ საინტერესო იყო ეს, დიდი გამოწვევა იყო და მე მინდა ამისათვის დიდი მადლობა გადავხადო განათლების სამინისტროს, სხვა ორგანიზაციებს, იუსტიციის სამინისტროს, საჯელოსნების სამინისტროს, მათ ასე ვთქვათ, სიპებს, რომლებიც საშუალება მოგცეს რომ ამ პროგრამაში ჩართულიყო. თითოეული ეს პროგრამა მუშაობდებოდა ჩვენი პედაგოგების მიერ, ადმინისტრაციისთან მონაწილეობდა განათლების სამინისტრო და პირად დიდი მადლობა მინდა გადავხადო ქალბატონ მაგა კურდღელეს, რომელიც ორთვე პროექტის შემოშევებაში აქტიურად მონაწილეობდა, ასევე დიდი მადლობა პროფესიის ეროვნულ საბატონ პროფესიებს წარმატება ვუსურვოთ. ეს პროგრამა ხორციელდება. დიახ და მე მინდა საგანგებოდ გამოვყოთ ჩვენი მსმენელები, წელს პროგრამა ხორციელობდა ჩვენთან კომპიუტერის ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი, ასევე ბუღალტერი, დაასრულა ასევე 10-მა მსმენელმა ორივე მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ვინც დაგვიხმარა ამ პროგრამის განხორციელებაში, მაგრამ მთავარი გმირები პროგრამების არიან ის პედაგოგები, რომლებიც ამ პროგრამებს ახორციელებდნენ და ამათ დიდი მადლობა და ასევე მსმენელები, რომლებიც დადიოდნენ ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა და ბატონმა ჯონიმ და ქალბატონმა საგანგებოდ აღნიშნეს გარდა განათლების მიღებისა, მათი რესოციალიზაციის ასე ვთქვათ საკითხი, ჩვენი მსმენელები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა კოლეჯის სხვადასხვა შიდა ღონისძიებებში, მეცად გეტყვით, ინიციატივებიც კი გამოთქვეს, ასე ვთქვათ, გარკვეული სპორტული შეჯიბრებების მოწყობისა და მე მინდა პირობა მივცემ მათ, რომ გაზაფხულის ასე ვთქვათ სპორტულ შეჯიბრებებზე აუცილებლად შევკრიბოთ და გუნდ შევკრით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ თავისი გუნდით გამოვიდნენ. თავისი გუნდით გამოვიდნენ, დიახ და შეხვირდნენ კიდევაც პრობაციის ეროვნულ სააგენტო და თავის გუნდით გამოვიდა, მოხარული ვართ ამის. წინა კვირაში გაიმართა სერტიფიკატების გაცემა და ორმო პროფესიონალს განსაკუთრებით ესე ვთქვათ გამოსვლისას მითხრეს რომ ჩვენ ახლა პრობაციის სააგენტო გვეხმარება დასაქმებაში ერთ ქარხანაში და ეს სერტიფიკატები ოცნებდა დამატებით სტიმულს მოგცემს, დამატებით საშუალებას და ჩვენ დამატებითი ბონუსი იქნება შემდგომი დასაქმებისათვის და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა კიდევ მნიშვნელოვანია ის რომ რამდენიმე მათგანა გამოთქვეს სურვილი უკვე სახელმწიფო პროგრამებზე რეგისტრაციის სწავლის გაგრძელებისა, ისევე როგორ იმ პროგრამებში, რომელშიც უკვე მიიღეს და ასევე მომიჯნევე პროგრამებში და მე მინდა მივესალმო და კიდევ ერთხელ მე მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მარტიდან უკვე დაიწყება პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციები და მოხარული ვიქნები, რომ მათ კიდევ ვიხილავ და ჩვენ სტუდენტებად ვიხილავ. ძალიან მიხარია, რომ აი ამ ადამიანების წარმატებების შესახებ ვისმენ და აი დაადასტურა ჩვენი მსმენელების არებაც, რომ ეს თემა არის საკმაოდ ტკივნეული. მე მინდა ყველა ორგანიზაციას ვუსურვა ასევე წარმატება მოეპოვებინოს აი თქვა ამ საკითხში, ასევე მე მინდა რომ ვთხოვო საზოგადოებას და პირველ რიგში ჩემ თავს და ყველას, რომ ჩვენ ალბათ უფრო მეტად ფაქიზად, უფრო მეტად ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ აი მსგავს საკითხებს.
მე შევახსენებ რადიოს მსმენელებს, დღეს ჩვენი სტუმრები იყვნენ თეიმურაზ მაღრაძე, ნონა გუდუშაური, ნოდარ ხარაზიშვილი, მათე წაკიძე და დიდი მადლობა მინდა გითხრა ასევე მსმენელს ყურადღებით რომ გვისმენდნენ და გვეხმაურებდნენ ამის გამო. მე ჟურნალისტი ნინო დაწუხიშვილი, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. კარგად განაგებთ. ისევ განათლების საკითხებზე